მოგესალმებით. ამობენ დედამიწაზე ღვინო რომ არ არსებულიყო, საქართველოც არ იარსებებდაო. ქართველი კაცი ძველი დროიდან უმღეროდა ვენახს, ვას. ეს არის ბუნების ზეიმი, ადამიანის და ღვინის ჰარმონიული კავშირი. დღეს უკვე მომხმარებელთა ახალი თაობა, რომელსაც ცხოვრების უფრო მოდური სტილი აქვს, ეძებს თანამედროვე ალტერნატიულ ბრენდებს, თანამედროვე შეფუთვებს, ისე რომ არ დაივიწყოს მისი ღვინის ხანგრძლივი ისტორია და ტრადიციები. სწორედ ამიტომ GVS-მა შექმნა ბრენდი ვისმინო, თანამედროვე ურბანული ლეგენდა. იმასაც ამბობენ, კარგ ღვინოს კარგი კერძი უხდებაო. ღვინის გემო გავლენას ახდენს კერძის გემოზე და პირიქით, კერძი ახდენს გავლენას ღვინის გემოზე. ამიტომაც არსებობს რაღაც გარკვეული წესები ღვინის და კერძის შეხამების. მთავარია, რომ ეს გავლენები და ეფექტები ვაქციოთ უპირატესობად და ისე წარმოვაჩინოთ, რომ ის შეხამება მივიღოთ იდეალური, რასაც ცალკე ღვინო და ცალკე კერძი ვერ მოგვანიჭებდა. იმისთვის, რომ ეს შეხამება იდეალური იყოს, საჭიროა ეს გემოები ერთმანეთს შეუხამოთ თავისი სტრუქტურული კომპონენტებით. გემოში სტრუქტურული კომპონენტები რა არის? კერძში ეს არის მარილი, სიცხარე, სიტკბო, მჟავიანობა. ღვინოში ეს არის ხილის არომატები, მჟავიანობა, ტანინი და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ კონკრეტული ღვინო, რომლისთვისაც შევარჩიეთ კონკრეტული კერძი, რომელიც იდეალურად ეხამება ერთმანეთს. დღეს გთავაზობთ ვისმინოს გრანდსაფერავს. გრანდსაფერავი ჩვენი გამორჩეული საფერავია, რადგანაც ეს არის ნაფარეულის ვენახებიდან. ნაფარეული კი საქართველოს ტერუარებს შორის გამორჩეული და ერთ-ერთი განსაკუთრებული ტერუარია. ამ ღვინოს ახასიათებს მინერალური სტრუქტურა, რაც ძირითადად თეთრი ღვინოებისთვის არის ხოლმე დამახასიათებელი და ნაკლებად წითელი ღვინისთვის. ღვინო ასევე მდიდარია წითელი ხილის არომატებით, ტყის კენკრის არომატებით, აქვს ძალიან დაბალანსებული მჟავიანობა და ტანინი. ამ ღვინისთვის გთავაზობთ რეცეპტს რავიოლი ტარხუნით. აი ამ კერძის გემოები და მინერალური სტრუქტურა სწორედ ტარხუნის იდეალურად ეხამება ამ ღვინის გემოებს. რავიოლი ტარხუნით მზად არის. ერთი სული მაქვს, როდის გეახლებით. გისურვებთ წარმატებებს კერძის მომზადებაში და სასიამოვნო საღამოს გატარებას.